მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. დღეს ჩვენ განვიხილოთ ძალიან საინტერესო თემა კარმული ურთიერთობა და განვიხილოთ კონკრეტულად იმ პარტნიორზე, რომელიც ან ყავთ თქვენ ეხლა, ან შეიძლება თქვენ ფიქრობთ, რომ ყავდათ დაუშვოთ და თქვენ ფიქრობთ, რომ შეიძლება მასთან მქონდა კარმული ურთიერთობა. საერთოდ, ჩემო ლამაზებო, მინდა გითხრათ, რომ კარმული ურთიერთობა არის ყველა ურთიერთობა. არა აქვს მნიშვნელობა ეს თქვენი შვილი, თქვენი მშობლები, თქვენი მეგობრები და ასე შემდეგ. იმიტომ რომ ყველა აბსოლუტურად ვიცით ჩვენ უკვე ბევრჯერ მითქვია მე თქვენთვის, ისედაც შეიძლება საკითხული გაქვთ, რომ აბსოლუტურად ყველა ჩვენ მოვდივართ აქ იმისთვის, რომ რაღაც ამოცანები დავამუშაოთ, რომ სულის ზრდისთვის, რომ ჩვენ ვისწავლოთ მიღება და უანგარო სიყვარული. და ეს რა თქმა უნდა, რასაც უძახიან კარმულს, იმიტომაც არის სულ ყველა კარმული. ანუ კარმა ვიცით ჩვენ რაც არის, ეს არის რაღაცა ქმედება, რომელიც თქვა ჩვენ გავაკეთეთ ხო, რაღაც ვიმოქმედეთ. შეიძლება იყოს ეს პლუსი ან მინუსი, ან პოზიტიური, ან ნეგატიური და სული როცა მოდის, აქ იმისთვის მოდის დედამიწაზე, რომ ეს ამოცანები დაამუშავოს და რა თქმა უნდა, მაგას სჭირდება სიტუაციები, სჭირდება ადამიანები, მოვლენები იმისთვის, რომ ეს ყველაფერი გაიაროს. დღეს ჩვენ როგორც გითხარით, გავაკეთებთ, უკვე ვინც არის ჩემთან დიდი ხანი, იცის რომ მე აქ ვიყენებ ტაროს, როგორც ფსიქოლოგიის ინსტრუმენტს, როგორც ქრონიკა, აკაშის ქრონიკა, როგორც ინსტრუმენტი, რომელიც ადვილად გვაჩვენებს ჩვენ სიტუაციას, მაგრამ მეორე ინსტრუმენტი მაქვს, ბედის მატრიცა, ეგაც უკვე თქვენ იცით და მაგაზე ჩვენ უკვე ვექნება სულ მალე, ვინც ახლა უყურებს ამ კვირაში ძალიან საინტერესო მარატონი, სადაც მე თქვენ 3 დღის განმავლობაში მოგიყვებით თქვენს ნიჩზე, მოგიყვებით თქვენს ფულის კარმაზე, მოგიყვებით თქვენ ურთიერთობის კარმაზე. და აი ეს ურთიერთობის კარმა არის ზუსტად ის მომენტი, სადაც ჩვენ გავიგებთ, ანუ ესე იგი რა შეცდომები ქონდა სულს, რატომ შეიძლება ეხლა არ ხდება, თქვათ ურთიერთობა არ ლაგდება, არა მხოლოდ თქვენს თქვათ პარტნიორთან, შეიძლება ზოგს მშობლებთან აქვს პრობლემა, ხო, როგორც გითხარით, შვილებთან, მეგობრებთან, შეიძლება თქვათ ხელმძღვანელთან დაუშვათ, ხო, უფროსთან და ასე შემდეგ და სამსახურში ან ვინმე კიდე, რა ვიცი, მეგობარი და ასე შემდეგ. აი, მაგასაც აუცილებლად თქვენ გაიგებთ ამ მარატონზე, მაგრამ ყველაზე საინტერესოს მე თქვენ გიმზადებთ მერე და ამაზე ცოტა მერე მოგიყვებით, იმიტომ რომ კარმული ურთიერთობა უნდა აუცილებლად საჭიროა რა, რომ განიკურნო, იმიტომ რომ ურთიერთობაზე მაინც ვიცით ჩვენ რამდენად არის რთული, როცა პარტნიორული ურთიერთობა, ქალის და კაცის ურთიერთობაში უფრო მძაფრად გადის, თქვათ, მეგობარს დაშორდნენ, კი მტკივნეულია და რა ვქნა, თქვათ, ზოგი არის წლების შვილებთან და მშობლებთან არ აქვს კონტაქტი, მაინც იტანენ, ხო, ისე თუ ასე და მაგრამ აი პარტნიორთან ეს არის ძალიან მძიმე და რთული, იმიტომ რომ აქ უკვე სიყვარული, აქ არის ვნება, აქ არის სხვანაირი განცდები და რა თქმა უნდა ეს უფრო განვიცდეთ ჩვენ რა, მაგრამ ამავე დროს უფრო მაგრად ვიზრდებით კიდევაც და ვიცვლებით და რა თქმა უნდა, ახლა ბევრი მეკითხება არის თუ არა საშუალება, რომ თქვათ, ეს კარმული ურთიერთობა რომ გამოვიარო, იგივე პარტნიორთან შემიძლია რომ ვიყო ბედნიერად და ჩემი პასუხით არა, ეს ჩემი მოგონილი არ არის, რა თქმა უნდა, იცით თქვენ რომ ეს სულ ვსწავლობ. ამიტომაც ამ თემაზე ძალიან მაინტერესებს ყველაფერი, რა თქმა უნდა შეიძლება. აი როგორ და რანაირად თქვენ მაგას გაიგებთ უკვე მარატონზე. იმიტომ რომ ეს არის ძალიან საინტერესო სფერო, ძალიან, იმიტომ რომ ყველა აბსოლუტურად 90% ადამიანების ხდება აი ასეთ კარმულ ურთიერთობებში რა, უშუალოდ პარტნიორთან, ანუ ქალი და კაცის ურთიერთობაში რა. ისიც კი, ანუ
ну სხვა ახლა უბრალოდ მომივიდა ახლა სხვა ურთიერთობებით, ეგეც არის კარმული. აი მიხვდებოდეთ თქვენ ვინ საჭირო ის მიხვდებოდეთ. კარგით, მოდით ახლა ჩვენ დღეს ეს განვიხილოთ, ეს სიტუაცია, რომელიც არის ახლა, ნახე პარტნიორთან, თქვენს პარტნიორთან. კი, აი ვისაც გაინტერესებს მარათონი, აქ არის ვიდეოს ქვეშ, ყველა ვიდეოს ქვეშ მაგ ეს ლინკი დადებული. უკვე შეგიძლიათ სხვა დამავიწყდა, რომ შეგიძლიათ გადახვიდეთ, იქ არის მიმაგრებული ლინკი ბოტზე. თქვენ უკვე შეგიძლიათ გადახვიდეთ და სანამ დაეწყება მარათონი, გაიგოთ თქვენი პირადი რესურსი, თქვენი დაბადების თარიღი და გჭირდება მეტი არაფერი. იმიტომ რომ ვინც ჩემთან მატრიცაზე იყო, იცით თქვენ რომ მე კიდე მშობლების გვარები მჭირდება ასე შემდეგ, მაგრამ ეხლა მარტო დაბადების თარიღი და თქვენზე, თქვენ შვილებზე, თქვენს პარტნიორებზე ბევრ რაღაცას გაიგებთ, გადადეთ ახლა მაგ ლინკით და ნახავთ უკვე ინფორმაციას, სანამდე ჩვენ დავიწყებთ მარათონს, რა თქმა უნდა. ნახოთ ხება. ნახოთ დღეს ვინ მოვიდა ჩვენთან, ხო, დღეს რა საინტერესო სიტუაციას განვიხილოთ, მოვიმზადოთ. აბა გოგო ბიჭი. ვნახოთ ახლა თქვენი ეხლანდელი, ეს ყველანაირი გრძნობები ვნახოთ, ფიქრები ვნახოთ, ძალიან ესეთი დიაგნოსტიკური მიყვარს ეს გაშლა, რომ ჩვენ აქ ბევრი რაღაცებს შეგიძლია გავიგოთ და პლუს ნახოთ. კაი, ჯერ აი ასე გავაკეთებ. არა, მოდით იცით როგორ რა ხდება თქვენ შორის ეხლა გავიგოთ და მე როგორ კითხვები მაქვს კიდე გამზადებული და მაგას მე დავუსვამდი და ეს პირიქით ამეღო. ნუ არა უშავს, ჩემო ლამაზებო. დავიწყოთ ახლა ჩვენ რას მოგვიყვება დღევანდელი ჩვენი ფსიქოლოგიის წიგნი, ხო? საკრალური. Так, მოდით ვნახოთ ჯერ ახლა რა ხდება თქვენს შორის, ვნახოთ. იცით რა არის? აი გეტყვით ახლა რა ხდება აქ. პრინციპში მე შემიძლია გითხრათ, რომ აქ ახლა ამ წუთში შეიძლება თქვენ აქ როგორი ურთიერთობა შეიძლება იყოს, ნახეთ, შეიძლება და ნუ ახლა პრინციპში თქვენ შორის მე ვეკითხები, მაგრამ აქ უფრო ღრმად მაჩვენებენ, შეიძლება ესეთი ურთიერთობა გქონდეთ, ნახეთ, ხო, კაი, უფრო დაწვრილებით მოგიყვებით მე უკვე თქვენ ვინც იქნება მარათონზე, კარმულებზე, ანუ ნახეთ ახლა აქ რა ხდება. შეიძლება ისეთი ურთიერთობა გაქვთ, რომელიც არის, ნუ თქვათ, მიუღებელი სოციუმისთვის. ეს ერთი სიგნიფიკაცია ჩვენ გვაქვს საჯარო გაშლა, ამიტომ ჩვენ ყველაფერს ახლა ამოვიღებთ აქედან. შეიძლება იყოს ეგეთი სიტუაცია. შეიძლება თქვენ ახლა ამ წუთში გაქვთ აი ეს ძალიან იცით როგორი მომენტი? ანუ როცა მიდის შინაგანი ბრძოლა ურთიერთობაში, ანუ როცა ნახეთ, გეტყვით, ანუ ორივეს უნდა ბედნიერება, მაგრამ ახლა შეიძლება თქვენ ხართ ძალიან და როგორ თქვა ახლა, ისეთ პერიოდში, როცა ძალიან მყაფეოდ მიდის ეს ბრძოლა, მაგრამ ამავე დროს დაიღალეთ ამ ბრძოლით, იმიტომ რომ დამღლელია ძალიან. დამღლელია, იმიტომ რომ არის იცით, როცა ჩვენ ვერ ხვდებით, ნახეთ, აი გეტყვით, ახლა შეიძლება აქ ახლა ადამიანს, რა ვიცი, ან იცის, ან არ იცის, ან ზოგჯერ ვიცი და მაინც ვაკეთებ იმას, რასაც ვაკეთებ, ხო? ნახეთ, შეიძლება აქ მიდის ბრძოლა რა არის ადამიანების შორის, ანუ ყველა იცავს თავის ეგოს, ნახეთ, ანუ არა მე ვარ მართალი, არა ის ეძახის მე ვარ მართალი. ანუ როცა ადამიანები, ნახეთ, უნდა ისწავლონ, ანუ მე ხო გეუბნებით სულ უსმინეთ პარტნიორზე კარგად, თქვენ ვერავინ ვერ გეტყვით, აი რა ხდება ახლა. ის მწარე რაც არის, რაც ჩვენ არ მოგწონს, აი ძალიან ადვილად რო გავიგო, ხო რა გაკვეთილია. ის რაც თქვენ არ მოგწონს, იქიდან რაც გეუბნება თქვენი პარტნიორი.
გაიგეთ? მაგრამ აქ ჯერჯერობით მე ვხედავ, რომ ცოტა ესეთი მიდის, ბრძოლასავით რა. ყველა იცავს თავის ეგოს, მაგრამ ამავე დროს უკვე დაიღალეთ ამ ბრძოლით, გაიგეთ და ამიტომ შეიძლება ვფიქრობთ, რომ ეს რა ხდება, ვერ გავიგე, ეს კარმული ურთიერთობა, სხვათა აქედან იწყება ის ინტერესი, როცა ადამიანი უფიქრდება, რა ხდება ეხლა, რატომ, ეს არის ყველაზე როგორი კითხვა, იცით, გებადებათ, რატომ მე არ შემიძლია ვიყო, ადამიანი მიყვარს, მაგრამ რატომ მე არ შემიძლია ვიყო ამასთან ნორმალურად. ეს არის ლაკმუსი ამისი როგორია, იცით, როცა კარმული ურთიერთობის მასთანაც არ შემიძლია, მის გარეშეც არ შემიძლია. ეს არის კარმული ურთიერთობა რა. იმიტომ რომ იმდენად არ გიშვებენ, ხო, შეიძლება ჩხუბი გქონდეთ, ომი გქონდეთ, მაგრამ არ გიშვებენ ურთიერთობიდან, გაიგეთ და რატო? იმიტომ რომ არა გაგჯერ ბოლომდე გამოვლილი მასთან ეს გაკვეთილები, მაგრამ შენ ეწინააღმდეგებენ, მაგრამ უკვე აქ როგორ არის, იცით, თქოს დავიღალე უკვე, მაგრამ მაინც ჯერ აქ არის ეგოების შეჯახება, ასე რომ ვთქვათ. ეხლა მოდით ვნახოთ გოგო როგორ ენერგიაში არის. კი, აქ არ გამიკვირდება, რომ შეიძლება ამ წუთში თქვენ დაუშვათ იმის მიუხედავად, რომ თქვენ გიყვართ ერთმანეთი. კი. ნამდვილად ეს შემიძლია. მოდით ეხლა ბიჭსაც გავხსნი, მაგრამ იმიტომ რომ კი მოვამზადე ეგ რაღაც კითხვები მაქვს. კი ბატონო. კი. ზუსტად რაც მე თქვენ უკვე გითხარით, ეს პოზიცია არის. ნახეთ, გოგო უკვე იმის მიუხედავად, რომ ძალიან მიყვარხარ, შეიძლება უკვე თქვენ даже მიატოვეთ ურთიერთობა, გოგო მიატოვა და წავიდა. შეიძლება რომ აღარ შემიძლია, აღარ მინდა, შეიძლება ზოგი დაუშვოთ ამის მეშვეობით ეზოტერიკაში შევიდა, იმიტომ რომ რა არის, მე მაგალითად ეგრე შევიდე ეზოტერიკაში. იმიტომ როცა შენ არ გესმის უკვე ვეღარც ფსიქოლოგი გეხმარება და ვეღარც წაკითხული წიგნები გეხმარება ფსიქოლოგიაზე მაშინ, ხო? ვერაფრით ვერ გავიგე რა ხდება, იმიტომ რომ როცა იცით რა არის, ერთია რომ შენ ახლა წაიკითხო, დაუშვოთ წიგნები, როგორ უნდა მოვიქცე, დაუშვოთ ახლა მე პარტნიორს, რანაირი და რამდენი წერს გოგოებიც, რომ მე უკვე ისედაც ვეცადე, ასედაც ვეცადე, ყველანაირად ვეცადე, მაგრამ ვეღარ გავიგე რა ხდება, კიდე რაღა გავაკეთო, ხო? მაინც არაფერი არ შველეს. ესეთი კითხვები მეც მქონდა და ამიტომ ამ თემამ შემიყვანა, საერთოდ რომ დავიწყე ღრმად შესწავლა ამ კარმული ურთიერთობის, იმიტომ რომ როცა უკვე შენ ეძებ, შენ მაინც ახლა იპოვე რა იმას, შენ სამყარო მოგცემს მაინც საშუალებას, რომ შენ გაიგო რა ხდება რა და სხვათა შორის მაშინ რუსული არხზე მუშაობდი უფრო მეტად და ძალიან ბევრი ადამიანებს გადაურჩინეს სიცოცხლე რითი ზუსტად ამ ინფორმაციით, იმიტომ რომ ადამიანი შეიძლება გაგიჟდეს მართლა რომ მეტი რაღაც შემიძლია გავაკეთო, რომ დანახა დავშორდი მილიონჯერ, მაგრამ მაინც არ მტოვებს მე ეს ფიქრები მაგ ადამიანზე და რა გავაკეთო, მაინც უკან მინდა რომ დავბრუნდე, ხო? ვგრძნობ რომ რაღაცა არის სიტუაცია, რომელიც მართლა უკვე შეუძლებელია რომ იყო ამ ადამიანთან, მაგრამ მაინც მაბრუნებენ და ეხლა ეს ფსიქოლოგები რომ ნამდვილად კლასიკურზე მაკლაპარაკე რომ გეუბნებიან რა ის ტრავმა გაქვს, ის გაქვს, კი მესმის. თანახა როცა ძლიერი პიროვნება ხარ, ხო, როცა სხვა რამე შეუგო და აქ რა მჭირს, ეს კითხვები თუ გებადებათ, ხო, და თუ ვერ გამოდიხართ, ეს უკვე ეჭველი გაყავთ, მართლა ძალიან ესეთი კარმული პარტნიორი, ვისთანაც, ხა რატო და როგორ ხდება, მოგიყვებით აუცილებლად დაწვრილებით ყველაფერს და როგორ უნდა გამოხვიდეთ ამ სიტუაციებიდანაც აუცილებლად დაწვრილებით მოგიყვებით. დღეს არა მარატონზე, ამიტომ მეორე ნაწილზე სხვათაშორის ხოლოთ ეხა მარატონის მეორე ნაწილში მოგიყვებით მე თქვენ ამას აუცილებლად რა. ხო და ამიტომ ნახეთ ეხა რა ხდება, აქ იცის ამ გოგომ რომ ნამდვილად კი მე წამოვედი იქიდან, მე აღარ შემიძლია, მე უკვე დავიღალე ამ ყველაფრით, მაგრამ მაინც ფიქრი, სულ იქ მაქვს ფიქრი, მაინც არ მიშვებენ, გაიგეთ? მაინც არ მიშვებს ეს სულ ქვეცნობიერად, სულ მაგაზე ფიქრები, სულ მაგასთან უბრუნდებით. ამავე დროს, ბიჭი ნახეთ, ბიჭიც მასე არის, სხვათა შორის, იმიტომ რომ ეს ახლა კიდე ნახეთ, აქ არის ორი ესეთი არკანი, რომელიც მეუბნება, რომ ეს ნამდვილად
შეიძლება даже მომენტ თვითონაც რა ვიცი ახლა თუ ესეთი ყავთ ესეთ ადამიანი რომელიც თქვა ახლა უსმენს რაღაცებს შეიძლება მომენტ დაუშვათ ეგაც იფიქრებს რომ რა ხდება არ ვიცი მე მას გული მივეცე სული მივეცე მაგრამ მაინც რაღაცა ხდება რაღაცა მაინც ვერ ლაგდება მაინც სულ რაღაც აქ სხვათა შორის ადამიანი ინტერესდება მე შემიძლია გითხრათ რომ შეიძლება даже რამეს ეძებს ეგაც ინფორმაციას იმისთვის რომ დაუშვათ გავიგო მაგრამ შეიძლება ვერც პოულობს ზოგი მაგალითად მაგრამ ამასაც ძალიან გული წყდება იმიტომ რომ ეს ადამიანი თulis რომ ანუ მე ვარ მართალი მე ყველაფერს ვაკეთებ მაგრამ რატომ არის ესეთი მიღებობა ხან კარგად ვართ ხან ვერა ვართ მაგრამ ამავე დროს ესე იგი ანუ ორივე ადამიანი ხო გითხარით აქ მიდის ბრძოლა თავის ეგოზე უბრალოდ პასუხს ვერ პოვლობენ რა ხდება გაიგეთ ანუ რატომ საკმაოდ რთული სიტუაცია იმიტომ რომ აქ შეიძლება იმიტომ რომ პენტაკლების მეფე შეიძლება იყოს ქმარი ან ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი თქვენთვის ვისაც შეიძლება დიდი ხანიც გქონდა თქვენ ურთიერთობა რა მაგრამ ესეც არის აი როგორ იცით რომ თვითონაც ანუ იმდენად მტკივნეულად იტანს ამას იმიტომ რომ ნახეთ კარმული ურთიერთობა შეიძლება ორივენი არიან პარტნიორები მოვიდნენ იმისთვის რომ თქვათ ერთმანეთს რამე გაკვეთილები თქვათ ახლა ნუ ჩაიორ შეიძლება ერთი არის თქვათ კარმული იმიტომ რომ ანუ ის მოვიდა იმისთვის რომ დაეხმაროს მეორეს გაიგეთ ნუ ეს უკვე აი ეს ორნაირი ვარიანტი შეიძლება აქ იყოს რა არ არის აუცილებელი რომ ორივენი მოვიდნენ რომ ეს როცა ორივე მოვიდნენ ერთმანეთს ნუ იქ ცოტა უფრო რთულიც შეიძლება იყოს მერე სიტუაცია მოდით ვნახოთ ახლა ჩვენ ვკითხოთ ახლა ის ამ დასტით მინდა ვიმუშაოთ დღეს ვნახოთ ჩვენ რატომ თქვენ გადაიკვეთეთ რა ასე რომ ვთქვათ შემდეგი ვნახოთ რა ცვლილებები უკვე მოიტანა ამ ადამიანმა თქვენ ცხოვრებაში და ვნახოთ როგორი ცვლილებები შემოიტანს ეს ადამიანი თქვენ ცხოვრებაში კიდე რა გამოცდილებას მიიღებთ თქვენი სული მიიღებს აი ამ ურთიერთობაში რისთვის შემოვიდა ეს ადამიანი თქვენ ცხოვრებაში ანუ რა გაკვეთილი უნდა ამოიღოთ თქვენ ამ ურთიერთობიდან ეს ვნახოთ ну პერსპექტივაც ვნახოთ რა თქმა უნდა იმიტომ რომ ახლა ვიცი რომ გაინტერესებთ რა პერსპექტივა იქნება და ну რამე რჩევაც ავიღოთ ოკეი იყოს ასე ვნახოთ პირველი ესე იგი ვნახოთ რამ გამოიწვია ის ანუ რატომ გადაიკვეთა როგორ გადაიკვეთა თქვენი ну აქ არის როგორ იცით პრინციპში შეიძლება სხვათა შორის ეს ადამიანი რამ გამოიწვიეთ ანუ როგორ ეს даже როგორ არის იცით ანუ შეიძლება даже სად როგორ შეხვდეთ აქ შეიძლება გზაზე არ გამოვრიცხავ შეიძლება ეს იყო თქვათ მოგზაურობდით სადმე შეიძლება ზღვაზე გაიცანით შეიძლება რაღაცა დახმარება გჭირდებოდათ და ეს ადამიანი აღმოჩნდა და ეგრევე ანუ თბილად მოიქცა და ну მიიღეთ რაღაც მაგისი დახმარება რაღაცა შეიძლება რთული პროცესი ну თქვათ სადღაც იყო დახმარება დაგჭირდეთ აი მაგ დროს გამოჩნდა ეს ადამიანი ანუ ეს შეიძლება даже არ გამოვრიცხავ რომ აი სრულიად მოულოდნელად ან ძალიან რთულ პერიოდში შემოვიდა ვიღაცასთან შეიძლება იყოს აი ну აი ძალიან პატარა პროცენტ შეიძლება თქვათ ну მეგობრები იყავით და მაგრამ უფრო მეგობრები როცა ხართ და დიდი ხანი აი როგორც ну საერთოდ არ არსებობს მეგობრობა ქალის და კაცის შორის იმიტომ რომ იქ არის ну ნიუანსები ყოველთვის და იმიტომ რომ ყველა ვარიანტში რომელიმეს აქ სიმპათია სხვანაირი რა ურთიერთობაში ეს არის აი 100%-იანი მაგრამ და даже ეგეთი წყვილები მე კი ზოგი ქმნიან ოჯახს და საკმაოდ ისე ნორმალურს მაგრამ ეს კარმული არა კარმული არის ხდება როგორ ნახეთ ანუ როგორც შემოვარდა ჩემ ცხოვრებაში სრულიად მოულოდნელად ეს ადამიანი შეიძლება ისეთ საჭირო მომენტსაც შემოვარდა თქვენ ურთიერთობაში და
და ნუ აქ არის ეგრევე ხდება რაღაცა ვნება ეგრევე და ეს აი სადღაც 2-3 თვე არის რაღაცა არ დავიწყება ურთიერთობები იმენა პოზიტიური თვალსაზრისით რომ აი მიყვარს აი რაღაცა ძალიან ჩემია ძალიან აი ვიცანი და იმიტომ ვიცანით რომ ეს თქვენი სული რა თქმა უნდა მაგას ცნობს იმიტომ რომ როცა კარმულში აქვს ერთ-ერთი ისეთი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი როცა ადამიანი შენ ცხოვრებაში შემოდის უკვე შენ როცა გაქვს მასთან ეს მიზიდულება რა არის შენ წარსულის რადგან უკვე მოელაპარაკეს სულებმა და უკვე მოვიდნენ ესე იგი რაღაცა შენი სულის ნაწილი დარჩა მის მასში რა ასე რომ ვთქვათ და რა თქმა უნდა ენერგეტიკულად ჩვენ ვიზიდავთ რომ სული რა თქმა უნდა ცდილობს რომ მოძებნოს ეს თავისი ადგილი რა ანუ X საიდანაც წამოვიდა ენერგეტიკულად კარგეთ ახლა მაგაზე არ დავიწყოთ მაგაზეც მოგიყვებით მარათონზე ეს რატო ხდება აი ეს რომ ვიცანი რა ეს რომ გეუბნებით ხოლმე ის მოხდა ვიცანი აი ამასაც მოგიყვებით აუცილებლად ანუ ეს ეგეთი სიტუაცია არის აქ ეხლა ვნახოთ როგორი ესე იგი უკვე შემოიტანა ამ ადამიანმა თქვენ ცხოვრებაში ну სხვათა შორის შემიძლია გითხრათ რომ შემოიტანა რა პირველ რიგში შეიძლება უკვე აქ ბევრმა შეიძლება даже ისეთი სიყვარული იგრძნო რომელიც თქვათ არც უგრძნია ადრე შეიძლება ეს პლუს კიდე აქ მე არ გამოვრიცხავ რომ ვიღაცას გაგეხსნათ რამე ნიჭი თქვათ ხატვის შეიძლება ლექსების წერა შეიძლება იყოს ანუ თქვათ ну თუნდაც სიმღერაც არ გამოვრიცხა ვიღაცამ დაიწყო ხო ანუ რაღაცა თქვენი ნიჭი და თქვენი ნიჭის გახსნა დაიწყო რა ან დაუშვოთ თქვენ ახლა ну ზოგს вообще სულ ელემენტარულად მოთმინებაც დაუშვოთ ისწავლეთ რას ნიშნავს მოთმინება მაგრამ თქვენი რაღაცა ნიჭის გახსნა დაიწყო ანუ თუნდაც ის რომ თქვენ შეიძლება მაგამდე არ გქონდათ ინტერესი დაუშვათ თუნდაც ეზოტერიკაზე ან სულიერი განვითარება რასაც ქვია შეიძლება მაგამდე საერთოდ ან არ გჯეროდათ აი ნუ როგორც მაგალითად ჩემს შემთხვევაში მასე იყო ნამდვილად მე აზზე არ ვეყავი რა სულიერი განვითარება რის განვითარება ჩვეულებრივად ცხოვრობდე ყუროს ცხოვრებით რა ყურო ხა ვინც იცის რა არის ახლა კი იცით რა ცხოვრებაც არის ხო უფრო მიწიერი რაღაცა საქმიანობა და ზუსტად აი ახლა ეს არის სიტუაცია როცა ადამიანმა აი მე შენ უკვე როცა ინტერესდები რა რამდენიც ჩემთან ბევრი შემოდიან მაგალითად მეუბნები პირველად ცხოვრებაში დავიწყე დაუშვო ტაროს რაღაც გაშლების და რაღაც ეგეთების იმიტომ რომ უკვე აღარ ვიცი რა გავაკეთო რა და უკვე მეთქი ახლა ის მაინც ვნახო რა აი მეც მომიყოლია თქვენთვის რომ აი მეც ეგრე გამომიგზავნა ჩემმა და ქალმა რომ აი ნახე რაღაც და გავოცებული ვიყავით YouTube-ზე вообще რა მიიღო აზზე არ ვეყავი. ნუ ეს უკვე დენიკენის დროს იყო. ახლა აი აქ თქვენთან ეს სიტუაცია არის ვიღაცა იღვიძებს. ანუ ძალიან მაგარი ის რა ქვია უკვე შემოვიდა ენერგია. ენერგიებთან წყალს ვსვამ, ახლა იმ დღეს ხუმრობდი. ახლა ვიღაცა იტყვის რომ ამ ქალს ალბათ დიაბეტი ჭირს, სულ წყალს ვსვამს. არა, როცა მუშაობ ენერგიებთან, ისედაც ძალიან კარგია წყალს ვსვამ და როცა მუშაობ ენერგიებთან, ყოველთვის უფრო საჭიროა რა. შემდეგი ცოტა თავი გავიმართლე. ну ეს ეთყობა ვიღაცამ დასვა ეს კითხვა და მე გიპასუხე. ეხლა ვნახეთ კიდე ჩვენ ანუ როგორი კიდე რა შემოიტანს კიდე თქვენ ცხოვრებაში და თქვენ აქ იყავით ნუ ანერიეთ ახლა კიდე ნახат სხვათა შორის როგორ შემოიტ აი აქ სხვათა შორის მე გეუბნებით აი გიფიცეთ აქ ვიღაცა უეჭველი თქვენ რაღაცა გახდებით ეს აი აქ მე შემთხვევით არ თქვი რომ ან დაუშვათ თუ თქვენ ხარ დაუშვათ ესეც სფეროში ნახეთ ჩამოვაყალიბოთ რას შემოიტანს უეჭველი აქ ექნება თქვენი ნიჭის გახსნა უეჭველი ეს შეიძლება სიტყვაზე იმიტომ რომ მე მქონდა ეგეთი მაგალითები უამრავი არა აქვს მნიშვნელობა 100 აქვს როცა დაუშვათ ოცნებობდი გამოსვლას თქვათ აი დაუშვათ მღერი ხარ ხო მაგრამ სულ შიში გქონდა
და ანუ ან დაუშვო დაიწყე ისეთი ლექსების წერა, რომელიც თქვათ აი იმ სიყვარულმა საიდან არიან თქვათ ეს სიმღერები, ეს ლექსები, აი სევდიანი ამ სიყვარულზე, აი თქვენ რო თქვათ ახლა აი გულზე რო ხდება, აი ეს აქედან არის რა, აი ამ კარმულმა ურთიერთობამ ეს გამოიწვია და იმ ადამიანებში ეს გახსნა. გაიგეთ, იმ ადამიანებმა დაიწყეს სიმღერები, წერა, ზოგი მუსიკის წერა დაიწყო, ზოგი ხატვა დაიწყო და იმ ნახატებში გამოხატა ეს თავისი მდგომარეობა, გაიგეთ, და ამით ნიჭი გაიხსნა და უკვე თქვათ ახლა აი აქ ეგეთი რამე არის რა. რაღაცა თქვენს ნიჭს პოპულარულობა შეიძლება იყოს, აი დაუშვოთ რაღაცის მეშინოდა, მაგრამ აი გავრისკე და დავიწყე, გაიგეთ, ამისი თქვათ ახლა კეტება. ანუ თქვათ რაც ახლა აქამდე არ გავაკეთებდე. აი ეს ადამიანი თქვენში გააღვიძებს ამას, რომ ნამდვილად მე შემიძლია გითხრათ რაღაცა თქვენი ნიჭი უეჭველი აქ უნდა გაიხსნას რა. უეჭველი რაღაცა ნიჭი უნდა გაიხსნას. ეს იცოდეთ თქვენ რომ კიდე, იმიტომ რომ ну кай მაგალითებს დავანებო თავი უკვე გითხარით თქვათ აი სიმღერა გინდათ ხატვა ანუ ეს როგორც მაგალითი გაიგეთ თქვენ შეიძლება სიტყვაზე გახდებით ანუ უფრო მეტად დაიწყებ დახმარებას ადამიანების შეიძლება მაგარი ექიმი გახდეთ შეიძლება დაუშვოთ ახლა ანუ ეზოტერიკა რა ვიცი ყველაფერი აბსოლუტურად არ მირო ძალიან მაგარი კარმული ტიპი არის რა ძალიან მაგარი ეს ადამიანი და არც აი რა გითხრათ რა ძალიან ესეთი ადამიანი რომ აი თქვენ სხვათაშორის მაგაზე ძალიან მოქმედებთ და ძალიან ახლა ცვლილებას შეგავდა ეს ადამიანი სხვათაშორის პასუხს ეძებს იმიტომ რომ ეს ადამიანიც ვერ გამოდის ამ ურთიერთობიდან და ამიტომ ამას ახლა ძალიან ანუ ეძებს ეს პასუხებს მართლა აი ნახეთ როგორ ზის და ეს სიყვარულზე და თუ დაინახავთ უბრალოდ გაჩვენებთ ნახეთ ანუ ბიჭი ზის წიგნს კითხულობს ნახეთ და ანუ ეს სამიანი ერთ-ერთი ზამაგარი დასდა და ანუ არის ხმალები ასე ჩარჭობილი და ნახეთ რაღაცა რა ვიცი ფეფლები ასოები ეს რაღაცა ფიქრები ნახეთ როგორ სუფიქრობს ეს პოზიციაზე სიყვარულზე ანუ ვეძებს პასუხს მეც ვეძებო პასუხსო იმაზე რომ რა არის რა მემართება რა ხდება იმიტომ რომ მაგასაც ახლა რა არის იცით ეს სხვადასხვა ძალიან რთულია ხა როგორია შენ დაუშვათ გიყვარს ადამიანი ხო და ამავე დროს შენ შეიძლება და შენ დაუნებურად რამენაერად აწყენინებ ხო და მე ზიხარ და ფიქრობ რომ ეს რა ჯანდაბა მომივიდა რატომ ასე ვუპასუხე რატომ ასე მოვეკეცი მე ხო მიყვარს რატომ და აი ეს რატომ მე თქვა შეიძლება ნუ თუ არ კითხულობს ყოველ შემთხვევაში ფიქრობს მაინც და აი როცა შენ არ იცი რა არის ეს ძალიან რთული იმიტომ არის რომ მე რო გეუბნებით რომ ანუ ის რატო უფრო გამოვედი მე თვითონაც პირველად მე უკვე აი პირველი იყო ჩემი ეს რუსული YouTube რომ მოუყევე ადამიანებს რომ მე უკვე გამოვედი მე დავამუშავე და უკვე მქონდა უფლება რომ ადამიანებისაც ამეხსნა რომ ნუ იკლავთ თავს რომ ეს ნორმალური და ეს არის ამისთვის იმიტომ რომ მართლა გეუბნებით ახლა ზოგჯერ ისეთი რამეებს მწერენ გოგოები თავს მოვიკლავა ახლა ის მას ვიზა აი ეს არის ზუსტად რომ შიში ეგეთი მდგომარეობა საიდან გვებადება როცა არ ვიცი და იმისთვის რომ თქვათ მე გავიგო და თუ გინდა თქვათ ეს ადამიანი გიყვარს და გინდა მასთან შენ გადახვიდე ნორმალურ ურთიერთობაში და ეს არის შესაძლებელი ეს უკვე თქვენზეა დამოკიდებული უბრალოდ უნდა გაიგოთ რა შემიძლია გავაკეთო რატომ ხდება ეს და გადაიყვანო ეს ურთიერთობა სხვა ეტაპზე და მორჩა გეუბნებით რომ არის ნამდვილად არის შემოწმებულიც მაქვს თუ გინდათ აგერ მე დამიჭერეთ რომ მართლა ეს შემოწმებულიც მაქვს რომ ნამდვილად შეგიძლიათ გადაიყვანოთ ურთიერთობა იმ ადამიანთან სხვა დონეზე და უფრო ბედნიერ დონეზე რომ იცოდეთ თქვენ ვნახოთ ახლა ჩვენ როგორი კიდე შეგიძლიათ თქვენ როგორი გამოცდილება ხო ეს გამოცდილება ეს ჩვენ ნახეთ რა შეიძლება კიდე შემოიტანოს თქვენ ცხოვრებაში ნუ მოდით ახლა გამოცდილება რადგან უკვე დავსვი ამდენი კითხვები რა გამოცდილება ნუ აი გეუბნები გამოცდილება არის ეს მართლა არის ადამიანი რომელიც თქვენ თითქოს რაღაცა გაგიხსნით სამომავლოდ გზას ანუ ნახეთ ეს რას ნიშნავს როცა ნუ ახლა როცა ადამიანი შემოდის, ახლა მე მიყვარს თორსა მაგალითები და ვიხსენებ. ანუ როცა ეს ურთიერთობა ნახეთ შემოვიდა, შეიძლება დაუშვოთ შენ
ამასთან გაიარა თქვათ ურთიერთობა, ხო? ანუ სამომავლოდ შეიძლება შენ ნამდვილად თქვათ აიღებ ამ გამოცდილებას და გამოიყენებ შენს სხვა ცხოვრებაში. და ეს რო არ ყოფილიყო, მე არ ვიქნებოდი დღეს თქვათ აი ასეთი ქალი სიტყვაზე. მე არ მექნებოდი ასეთი ბიზნესი. მე ვერ გამოგავიდოდი თქვათ სცენაზე. მე ვერასოდეს ვერ დავიწყებდი ასეთი ლექსების წერას და ასე შემდეგ. ხო მიხვდეთ რა, რაღაცას, ანუ მე არ წავიდოდი საზღვარგარეთ სიტყვაზე და დღეს ეს ამ ბინას ვერ ვიყიდდი, ვიჯდებოდი ისი იმ ჩემ სოფელში, ან ქალაქში, ან სადღაც. გაიგეთ რა ხდება. ანუ აი ასეთი რაღაცა თითქოს აი მომავალს გაძლეს ეს ადამიანი. ყველას რა თქმა უნდა ეს მომავალი თავისი. რისთვის, ანუ რა გაკვეთილი, აი ნუ გაკვეთილი ეს პარტნიორი მეუბნებიან რომ თქვენ ეს ნამდვილად ეს პარტნიორი შემოვიდა არა შემთხვევით. ეს ადამიანი შემოვიდა აქ, იმიტომ რომ თქვენ გქონდათ უკვე ამასთან შეხვედრები და უბრალოდ რაღაცა ვერ დაასრულეთ და მე даже შემიძლია თქვა აი ამ არკანით რომ ეს ადამიანი უკვე ბევრჯერ გქონდა თქვენ ამ პიროვნებასთან შეხვედრა, თქვენ სულებს. გქონდათ ეს კონტრაქტი, კი ბატონო და ეხლა მოვიდეთ, აი რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი დაგჭირთ თქვენ ტრავმა და გადასამუშავებელი, სულის ტრავმა, რომელიც თქვათ ეხლა უნდა დაამუშავოთ აქ, აი ეს გაკვეთილი რაღაცა ძველი, რომელსაც შეიძლება თქვენ ბევრჯერ თქვენი სული თქვათ ეხლა ამუშავებს. სხვათა შორის არის მატრიცაში მაგალითად ვხედავ მე რომ არის როცა ვარჩევ, მატრიცა ვაშო ყველაზე ადვილი ინსტრუმენტი სადაც შეგვიძლია ჩვენ ყველა პროგრამები გავიგოთ რას გადის სული და ნახეთ და თქვენს ახლა რო გაგირჩიოთ მარატონზე ურთიერთობის კარმას მიხვდებით თქვენ ბევრ რაღაცას სხვათა შორის. მაგრამ იქ არის ნახეთ მატრიცაში არის პროგრამები და როცა დაუშვათ მე ვხედავ რომ ერთი და იგივე პროგრამა ხდება თქვათ რამდენიმეჯერ არის ჩამონათვალში, ხო? ეგრევე ვიცით რომ თქვათ ახლა შეიძლება ან რამდენიმე პარტნიორი უკვე შეხვდება რომ ეს დაამუშავა ეს ხოთში არის ძალიან ისეთი პროგრამა არ ვიტყვი მაგას ცოტა ისეთი სახელი ქვია მაგას რომ მეც მაგას პროგრამა და ძალიან ეს უფრო ძველი სულებს აქვს და ეშინიათ ხოლმე მაგრამ არაფერს აშიშარ არის ეს არის აი უბრალოდ ძალიან კარმული პროგრამა даже ორი ხო და აი ეს იმას ნიშნავს რომ ან თქვენ უკვე ბევრჯერ თქვენი სული ცდილობს გამოიაროს თქვა ნუ ის გამოასწოროს ეს გაკვეთილი გაიაროს ან და შეიძლება იყოს რომ ან რამდენიმეჯერ თქვა რამდენიმე სხვადასხვა პარტნიორთან ან შეიძლება ამ სულთანაც რამდენიმეჯერ ცდილობს რომ თქვა დიდი ხანი არის ურთიერთობა და ერთი და იგივე ხდება წრეზე ტრიალებთ აი ეს არის მიზეზი რა. ნუ ვნახოთ პერსპექტივა როგორი პერსპექტივა აი იმიტომ გითხარით, ნახეთ რა ხდება. ეს რაღაცა ბოლო გაკვეთილი გაქვთ, ეთყობა ამასთან გასავლელი, გაიგეთ? ანუ ბოლო ეტაპზე ხართ შეიძლება და აქ არის უდიდესი პერსპექტივა. ანუ არის რომ თქვენ გაქვთ იმის საშუალება რომ თქვენ ნამდვილად ის აქტუალურია შვილის გააჩინოთ, ერთათი არ უნდა 10-იანი არის თასების რა, ნახეთ როგორი ლამაზი არის ეს და ზუსტად თქვენ აქ უბრალოდ გჭირდებათ აი ეს განკურნება. ანუ შემთხვევით არ მომიფიქრე, ესე იგი მე ამ მარატონის გაგრძელების მოდული რო გავაკეთო, ზუსტად ანუ კარმული ურთიერთობის განკურნება, იმიტომ რომ ეს არის მნიშვნელოვანი. ჩვენ ახლა ყოველთვის ლაპარაკ კარმული და უბრალოდ ნამდვილად ახლა რო ამდენი ლაპარაკს, ახლა ჯობია ერთხელ გაიაროთ, თქვა, გაიგოთ ეს რა ხდება და გააგრძელოთ ნორმალური ურთიერთობა მithumat. აი თქვენს პარტნიორთან თუ ძალიან გიყვართ, თქვა, ანუ ხა ყოველ შემთხვევაში აქ არის ნახეთ როგორ არის მე-15 ენერგია მართლა გეუბნებიან რომ ეს არის 100%-იანი კარმული ურთიერთობა და ამიტომ ნუ ეწინააღმდეგებით სანამ ამ გაკვეთილს ვერ დაასრულებთ მაინც იქნებით კიდე ამ ურთიერთობაში იმიტომ რომ დასასრულებ ბევრი კიდე რაღაცები გასავლელი გაიგეთ და ჯერ ვერ გამოვხვალთ მაგრამ გააქვთ საშუალება რომ გაიგოთ ინფორმაცია მე-15 ენერგია არის რა კიდე ეს არის ფსიქოლოგია თან როგორია იცით ეს არის რა გაიგე მწარე
თქვათ, ну, ნახეთ, მე-15 ენერგია და ადამიანებიც არიან, როგორები იცით, გვიშუქებენ ჩვენ იმ მომენტებს, რომელიც თქვათ, გვაქვს დასამუშავებელი. ეგრევე ხედავენ, ეგენი როგორც რენტგენი, ხო? ამიტომ შენ ახლა მე-15 ენერგიაში როცა არის ურთიერთობა, ეს უბრალოდ იმას ნიშნავს, რომ აი ძალიან მჭიდროდ არიან ეხლა, იმიტომ არის რომ ზოგი რო აი მე რაღაცა ეთყობა გამიკეთა, მე ეთყობა რაღაცა გაუკეთეს, მე რაღაცა. ეს არის ყველაზე ადვილი და მკითხავთან თუ წახვალ და დაინახავს ის მე-15 ენერგიას, გეტყვის რომ აქ არის ჯადო. ამ დროს ეს ჯადო კი არ არის, ეს არის ამას ახსნა აქვს. გაიგეთ, ახსნა. ეს არის კარმული კვანძე. როგორ საიდან ჩდება ეს კარმული კვანძე, მე მაგასაც მოგიყვებით აუცილებლად, რომ თქვენ მე უკვე სხვა ურთიერთობებში არ აქვს მნიშვნელობა შვილი, დედა, მეგობარი, ქმარი, ძმა და რომ იყოთ ფრთხილად დაუშვათ, რომ ეს კვანძები კიდე არ მოხდეს და მე კიდე არ გქონდეთ რაღაცა პრობლემები. შეიძლება ამ ცხოვრებაში, შეიძლება შემდეგ ცხოვრებაში, ну ასე შემდეგ. რა. ანუ იმედი მაქვს, რომ ჩვენ ახლა აქ მივხვდეთ თქვენ რაზეც ვლაპარაკობდით, მივხვდებოდეთ თქვენ ჭკვიანები მყავხარ. და რა თქმა უნდა, ეხლა ვინც უყურებს, მე უკვე ვიცი, რომ თქვენ ნამდვილად ესეთი ადამიანები ხართ, ვისაც გაინტერესებდა, რომ ტყუილა არ შემოხვიდოდეთ თქვენ ახლა ნამდვილად ამ ვიდეოზე რა და არც ერთ ვიდეოზე ეგეთ თემებზე ჩვენ არ შევდივართ, ტყუილა ესე იგი რაღაცა გვაწუხებს და მე მოგცემთ საშუალებას, რომ ეს ყველაფერი გაარჩიოთ და მივხვდეთ რა არის ის და იცხოვროთ ბედნიერად, აი ბედნიერი ცხოვრება, ბედნიერად. ეს არის ჩემი ამოცანა, რომ მინდა რაც შეიძლება უფრო მეტი ადამიანი იყოს ბედნიერი.